ევროპის კავშირი სრულად ხურავს საზღვრებს იმ რუსებისთვის, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში არიან ჩართული. რუსები, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოლეს, აღარასოდეს შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას. აკრძალვა შეტანილია ახალ 21 სანქციების პაკეტში, რომელიც ევროკავშირმა დღეს წარადგინა. პაკეტში ასევე შედის სანქციები საბანკო სექტორის, კრიპტო პლატფორმებისა და თუნდაც რუსეთის თევზჭერის ინდუსტრიის წინააღმდეგ. სანქციების სიაში მოხდა პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის ათეულობით ახალი ტანკერი. და აქ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ახალი ამბავი გაჩნდა. ევროკავშირი გადადის დაკვირვებიდან რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემების ფიზიკურ შემოწმებებზე ხმელთაშუა ზღვაში. ამიერიდან ევროკავშირის ყველა ქვეყანას კანონიერად აქვს უფლება შეაჩეროს რუსული გემები და შეამოწმოს ისინი. სანქციების დარღვევის შემთხვევაში კი უბრალოდ დააგავოს. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი და ალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. მაშას ევროპულმა კომისიამ რუსეთთან მიმართებაში ახალი შეზღუდვების პაკეტი შემოგთავაზა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. ენერგეტიკა, ფინანსური სერვისები, კრიპტოვალუტა, ვაჭრობა და პირველად თევზჭერა. ახალი 21 სანქციების პაკეტი დღეს 9 ივნისს შემოგთავაზეს და ეს 21 შეზღუდვების პაკეტი ევროპაში მოქმედებს. სანქციურ სიებში შევა 80 რუსული ბანკი, რაც იქნება ყველაზე მასშტაბური ერთჯერადი გაფართოება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ისტორიაში. შედეგად ევროპის კავშირის სანქციების ქვეშ აღმოჩნდება უკვე დაახლოებით ბანკების სისტემის 50%, ასევე საკრედიტო ორგანიზაციები. ყველაზე მკაცრი სანქციები შეეხება 21 ბანკს. ისინი სრულად აიკრძალება ნებისმიერი ოპერაცია ევროპის კავშირის პირებთან. ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენ. მათ დაემატება კიდევ 20 ბანკი, კრიპტოფირმა ან პლატფორმა მესამე ქვეყნებში, რომლებიც ემსახურებოდნენ სანქცირებულ რუსულ ორგანიზაციებს და კერძო პირებს. და აი ეს სუპერმნიშვნელოვანი სანქციები. ფაქტობრივად ევროპული კავშირი საბოლოოდ იწყებს ბრძოლას კრიპტოვალუტის ნაკადებთან, რომლის მეშვეობითაც რუსეთი და მესამე ქვეყნები სანქციებს უვლიდნენ გვერდს. 21 სანქციების პაკეტის მიხედვით, ეხლა ნებისმიერი კრიპტო პლატფორმა, რომელიც რუსებთან თანამშრომლობაში გამოიჭერება, მაშინვე ექვემდებარება შეზღუდვებს ევროკავშირში და მის პარტნიორებთან მუშაობასთან. მუშაობა და აი ოფიციალურად ეს ასე ჟღერს. ევროკავშირი პირველად შემოიღებს შესაძლებლობას სრულად აკრძალოს კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული სერვისების მიწოდება მესამე ქვეყნებში. ეს იქნება ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მასპინძლობენ პლატფორმებს, რომლებიც რუსეთს ჩვენს სანქციებს აცილებენ. და აი დარტყმა კრიპტოვალუტაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე იმაშია, რომ ევროპელებმა უკვე ოდნავ გამოსცადეს სანქციების ეს მექანიზმი, რადგან ის მართლაც რთულია. თუ საბანკო სისტემა გასაგებია, კრიპტოვალუტასთან ბრძოლა აქ უფრო რთულია. ასე რომ სანქციების მე-20 პაკეტში, რომელიც აპრილში მიიღეს, ევროკავშირმა პირველად შემოიღო სანქციები ციფრული რუბლის წინააღმდეგ. კირგიზული კომპანიები, რომლებიც გამოიყენებოდა სანქცირებული სტეიბლკოინის ოპერაციებისთვის, რომლის მეშვეობითაც რუსულმა კომპანიებმა 100 მილიარდ დოლარზე მეტი ოპერაციები ჩაატარეს. ეს სქემა დახურეს. ახლა კი დარტყმას მიაყენებენ მთლიანად კრიპტო ინდუსტრიას, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია რუსებთან ან მუშაობს რუსებთან. საერთოდ სანქციების სისტემა რუსეთის ფინანსური სექტორის მიმართ მრავალდონიან სტრუქტურას წარმოადგენს. სხვადასხვა სინკაცრის შეზღუდვები, აქტივების გაკინვიდან დაწყებული ტრანზაქციებსა და ფინანსურ მომსახურებაზე სრულ აკრძალვამდე უკვე მოქმედებს რუსეთის 70 ბანკის წინააღმდეგ. ევროპული კავშირის მიერ დაბლოკილთა სიაში შედის უმსხვილესი სისტემური მოთამაშეები. სბერბანკი, უთბ, ალფა ბანკი, როსსელხოზ ბანკი, პრომსვიაზ ბანკი, მოსკოვის საკრედიტო ბანკი, სოუკომ ბანკი, ნოვიკომ ბანკი და სხვა. ბევრი რეგიონული ბანკი რჩება უფრო რბილ სექტორულ სანქციებში. მათთვის იქ შეზღუდულია ცდომა ევროპულ კაპიტალზე, გრძელვადიან ინვესტიციებსა და ცალკეულ მომსახურებებზე. მაგრამ რაც თავარია, რუსეთის ბანკების გარდა ევროპული სანქციების ქვეშ მოხვდნენ უცხოური ბანკებიც, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობდნენ ან იყენებდნენ რუსეთის ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემას. ეს არის SWIFT-ის ანალოგი. ასე რომ სანქციების სიაში შევიდათ ირგიზეთის, აზერბაიჯანისა და ლაოსის უმსხვილესი ბანკები. სანქციების პაკეტის ცალკე ბლოკი ეხება გემებს, რომლითაც რუსეთი სანქციების გვერდისავლით ნავთობს გააქვს. სიის დამატებულია კიდევ 30 გემი და სულ სანქციების ქვეშ უკვე 660-ზე მეტი რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემი აღმოჩნდება.
პირველად დარტყმის ქვეშ ხდებიან ასევე გემები, რომლებიც ჩრდილოვან ფლოტს ემსახურებიან. მაგალითად, აწვდიან საწვავს ან სხვა მომსახურებას. შეზღუდვებში მოხდება ინფრასტრუქტურის ობიექტებიც, პორტები, აეროპორტები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც ვაჭრობენ ან ამუშავებენ რუსულ ნავთობს. გარდა ამისა, შემოთავაზებულია ენერგეტიკული ტანკერების საქონლის გაყიდვის აკრძალვა. საერთოდ თქვენ ყველანი ასე თუ ისე დაკავშირებული ხართ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის საქმიანობასთან. რუსეთთან, თუნდაც პირდაპირ თითქოს არ მუშაობდეთ მათთან, მაგრამ მაინც თუ შეგეხეთ ამ ბინძურ რუსებს, მაინც სანქციებში მოხდებით. საერთოდ იდეა იმაშია, რომ მაქსიმალურად დააფრთხონ ყველა თვითონ იმ იდეისგანაც კი, რომ იმუშაონ ამ დაუბანავ რუსებთან. საერთოდ ევროკავშირი ბოლოს და ბოლოს სერიოზულად მოკიდა ხელი პუტინის ამ ჩრდილოვან ფლოტს. და ევროკავშირის დიპლომატიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კაია კალასმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. ოპერაცია ირინის ფარგლებში. ეს არის ევროკავშირის მისია ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხედრო საზღვაო ძალებს მიეცათ იურიდიული უფლება ახვიდნენ გემებზე თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მათი იდენტიფიკაციის ან საერთაშორისო ნორმების დარღვევის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ახლა ევროკავშირის ყველა ქვეყანა მიიღო უფლება დააკავონ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერები. აქ აღნიშნავ, რომ ოპერაცია ირინი შეიქმნა 2020 წელს გაეროს მანდატის ფარგლებში. თავდაპირველად ლიბიაში იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს კონტროლისთვის. მაგრამ 2025 წელს მისი უფლებამოსილება გააფართოვეს და დაემატა იმ გემების მონიტორინგი, რომლებიც შეიძლება სანქციებს არ ემორჩილებოდნენ, კერძოდ რუსეთის ნავთობის გადაზიდვა. მაგრამ ამ გემების ფიზიკურ შემოწმებამდე მხოლოდ ეხლა მივიდნენ. ადრე უბრალოდ აკვირდებოდნენ. თუმცა ფრანგები ამას უკვე გასული წლის ბოლოს აკეთებდნენ, მაგრამ სხვა აკვატორიაში. ხოლო ხმელთაშუა ზღვაში ევროპელები ჩუმად აკვირდებოდნენ, როგორ გადიოდნენ რუსული ტანკერები მათ სანაპიროებთან. ეხლა კი ბოლოს და ბოლოს დაიწყეს მათი შეზღუდვა. და ყველაზე მთავარი ამბავი 25-დან ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული 21 სანქციების პაკეტიდან ასე ჟღერს. რუსებს, რომლებიც ასე თუ ისე მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში, ეგრეთ წოდებული SSO-ს მონაწილეებს, ამიერიდან ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა. ყოფილი რუსი მებრძოლებისთვის ახალი შესვლის აკრძალვა საერთოდ ცალკე ელემენტია პაკეტში, რომელიც ადრე ევროკავშირის სანქციურ პრაქტიკაში არ არსებობდა. რაშ, ასეთი ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე აღნიშნავ, ხდება იმ ფონზე, როცა ვრცელდება განცხადებები იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ემზადება მოლაპარაკებებისთვის პუტინთან ომზე. Переговорам с Путиным. მოლაპარაკებები კი, როგორც იცით, მაინც ძალის პოზიციიდან უნდა წარიმართოს. საერთოდ აქ წერტილებს დავასვამ, თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამას ფინანსურად შეძლებთ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ფულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობიანად.